თუმცა ეს დასკვნა არავის არ წაუკითხია, ხელში ეჭირა და აფრიალება. ამტკიცებს რომ ფიცხალავა სიტყვით რომ ის პირველი ორი იარაღი რომელიც იყო ესე იგი არსებობდა. ეხლა მეგეთქვით ეს სამხარაულის ექსპერტიზა ვინ გააკეთა და ვინ არიან ის ხალხი ვინც ამ დასკვნას იძლევა. ეს არის როსტომ ლაზარია, რომელიც იყო ქალაქის პროკურატურაში და იძიებდა ბუტა რობაქიძის საქმეს. დღეს არის სამხარაულის ექსპერტიზის დირექტორის მოადგილე. როსტომ ლაზარია ქალაქის პროკურატურაში იძიებდა ბუტას საქმეს. ეს იყო ადრე იუსტიციის დაქვემდებარების ქვეშ ეს ექსპერტიზა სამხარაულის და დღეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარების დროს. აი აქედან წამოიღეს ეს დასკვნა. ხონდა ეს დასკვნა დიდი ხანია მე ვიცი ნაციონალების რაც არის ახლა ლაზარიამ რომელსაც უნდა გამოეძებია გვინიაშვილთან ერთად საქმე ახლა ადგებოდა და დონაძეს და ირაკლი ფირცხალავას ისე დასკვნას მიცემდა რომ თავის თავს გაიმტყუნებდა. ლაზარიაც აი ამ დღეებში შეიძლება დაიბანო პროკურატურაში და პასუხი მოთხოვო. ახლა აქ აუცილებელი ის არ არის რომ ლაზარიას დასკვნაზე ხელი კონდეს მოწერილი. ლაზარია იქ დირექტორის მოადგილე და ნაციონალები ნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნიშნავს სამხარაულის ექსპერტიზაში დირექტორს. ეს ერთი. მეორე დაჟინებით ითხოვენ რომ სასამართლო ჩატარდეს. სასამართლოს გადადება მოვითხოვე მე რომელიც იყო 30 მაისს და მოვითხოვე იმიტომ რომ სასამართლოში მიდის რეფორმები, სასამართლო არის გასასალაშინებელი და თუ ისევ დარჩება ის მოსამართლეები და სასამართლოს თავმჯდომარე შეიძლება დარჩეს, მაგრამ იქ იუსტიციის საბჭოი ბაშობა რა ქვია, გადახალისდება და სხვა ხალხი იქნება. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს 30-ში ჩაატარებენ თუ ივლისის ბოლოს ჩაატარებენ. ამიტომ მე მივედი თავარ პროკურორთან მთხოვე და თავარი პროკურორი მაინც ვერ ჩაატარებდა, იმიტომ რომ ამერიკიდან ექსპერტიზის ცნობა არ არის ჩამოსული და გერმანიდან არ არის ეს ექსპერტიზის დასკვნები ჩამოსული. სასამართლო ჩატარდება. მე ამას დიდი ხანია ვითხოვ, ესე როგორც 12 საჯულთა ინსტიტუტის სამუშაოებას. სასამართლო ჩატარდება მაშინ, როდესაც დაიკითხება ღვინიაშვილი, რომელიც არ არის ჯერჯერობით დაკითხული იმის გამო, რომ მას იმუნიტეტი აქვს, დეპუტატია. მე ვაპირებ პროკურატურამ გაუგზავნოს წერილი პარლამენტს და უნდა ჩავიდე ქუთაისში და თუ საჭიროა შევხვდე პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომ ამ კაცს დროებით იმუნიტეტი სანამ არის ეჭვმიტანილი მოუხსნან და დაკითხონ და ახლა ამდენი მკვლელები მართლა იქროზიან ნაციონალების პარტიიდან, ნუ აღარ შეიძლება ახლა ერთხელაც გავხვდები დეპუტატი და მოუკლავ ერთ 4-5 კაცს და ვიჯდებ ერთ 5 წელი ხმას არ გავცემენ სანამ დეპუტატები იქნება. ხო ამას ხო ყველა მოითხოვს, მე ვინც არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული. ამიტომ სასამართლო თქვენ რო გინდათ ბატონო გურამ და ბატონო ირაკლი ჩატარდეს, იმიტომ რომ თქვენ ეხლა გაწყობთ სასამართლო რომ გამოხვიდეთ ისევ შეიძლება 25,000 მაგივრად 50,000 ლარი გადაიხადოთ გირაო. ან და გაგამართლო არ ჩატარდება იმ პერიოდებში თქვენ იცით რაც გელოდებათ და იმიტომ ვითხოვთ ეხლა სასამართლოს რომ იქნება მოასწროთ ეს ერთი თვის გამოსვლა რა. თქვენი სიტყვის სასამართლოს არავინ არ ჩაატარებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის იმედი არ გქონდეთ. მე ამდენ არ მithქვამს და ეხლა ვამბობ, იქ იყო მიტანილი 270 ვაზნა ავტომატის. პირდაპირ ვიზახი და არ უმალავ 270 ვაზნა მიტანილი იყო გვაზავას მიერ წერეთლის განყოფილებიდან. და ის ლიმონკები და ავტომატები. აი ეს ტყუები ნამდვილად ვიცი რომ უტყუარი რომ მისი მიტანილია და სასამართლოზე სადამ პირველად ჩატარდა სასამართლო გვაზავას და მოვიდა და მეუნება რომ აი არ უმალავ უსამართლო მართალიაო ჩვენ მე ვთქვი თუ მართალია თქვენი ძმა არავინ არ მართალი კი არა ვაზავა იყო ერთ-ერთ ბავშვი რომელსაც ისეთი ჩაარტყა იქ პირველივე დღესვე რომ მიიყვანეს იმ გაყოფილებაში რომ გონება დააკარგინა. ამიტომ ირაკლი შეც პასუხს აგებ, ვაზავაც პასუხს აგებს. ყველა ის დონაძე და ესენი ყველას პასუხს აგებენ. არ ჩატარდება სასამართლო თქვენთვის სასათბურო სიტუაციებში ჩატარდება მაშინ როდესაც ორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ჯიბის მოსამართლეები ნაციონალების აღარ იქნებიან იქ. აი მაშინ ჩატარდება ეს სასამართლო და თქვენ არ გაკითხებათ როდის ჩაატარებთ სასამართლოს და მაინტერესებს ახლა ამერიკიდან ადრე ორი კვირის უკან თქვენს რომ ამერიკიდან ქონდათ რაღაც ექსპერტის დასკვნა ხო და იმას არაჩვენებთ ითარგმნება ახლა თქვენ ჯერათ რომ დასკვნა მე არ ვიცი ორი ფურცელია სულ დასკვნა რო ჩამოდის რა 2-3 ფურცელი
ვეფხის ყავსაც გადათარგმნენ 20 დღის განმავლობაში ახლა ორი ფურცელი როგორ გადათარგმნეს ეს მაინტერესებს რა ამიტომ თქვენი ადგილი სადაც არის იქ იქნება თავარი არის ღვინიაში ჩემთვის ახლა რომ აი ღვინიაშვილს აუცილებლად უნდა მოუხსნან და კიდე მაინტერესებს ერთი რამე და თქვენც მაინტერესებს ჟურნალისტები ხანდახან უსმამენ ვინმე ვიღაცას კითხვას სიტყვით ან გვირგვლიანის არუბაგის სამბოლოს ირაკლი წერეთელი არის დღეს მოქმედი პროკურორი რომელიც იყო დიდუბე ჩუღურეთის პროკურორი და პირველი გაყალბება დაიწყო იქიდან არ უნდა კონდეს დღეს ირაკლი წერეთელის პროკურატურის თანამშრომლებთან კომუნიკაციები ის კაცი უნდა იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან მინისტრი გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა აგერ და მინისტრის მოადგილე დაიჭირეს და რა გახდეს თვითონ რომ უსინდისო კაცია ვიცი მაგრამ თვითონ უნდა დაწეროს განცხადება და უნდა გადადგეს იმიტომ რომ ირაკლი წერეთელი ვერ დარჩება პასუხი რო არ აქვს იმის გარეშე ამდენჯერ უნდა თქვენსა და ვის გასაგებია და ვისაც შეუულია რომ ეს ირაკლი წერეთელი გაათავისუფლოს სამსახურიდან მანდა მაინც მივიდე და კარები აუჭედო იქ პროკურატურაში რა ვისი გაგზავნილი პროკურატურის გაგზავნილი ბრიტანეთში არ გაგზავნილა და გერმანიაში და ამერიკაში გაიგზავნა და ბრიტანეთთან როგორ იქნება ჩამოსული არ არის აცნობეს როდის იქნება ერთი იქნება ალბათ მაისის ბოლოს და მეორე იქნება ივლისის შუა რიცხვებში მე გავეცანი იმ დონეზე არა იმ დონეზე რომ ნახე ტელევიზორში და ამ დროს მეცხრე არხი ჟურნალისტი იყო ჩემთან და იმან მითხრა რომ მე ვნახეო მაგრამ მე დავინახე რომ ეს დასკვნები ხელში ეჭირა ირაკლი ფირცხალავას და კიდევ ვიძახი როსტომ ლაზარია ვიმეორებ არის სამხარაულოს ექსპერტიზის დირექტორის მოადგილე და როსტომ ლაზარია იყო ბუტას საქმეში ქალაქის სასამართლოში გამომძიებელი რომელმაც საერთოდ იმაზე უარესი გააკეთა რაც დიდუბე ჩუღურეთის რაიონმა გააკეთა ღვინიაშვილის ბრძანებით და მისი განკარგულებით ამიტომ სადაც როსტომ ლაზარიაა და სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნიშნავს ხალხს იქიდან ახლა დასკვნა გვიგულიაზე, რობაქიძეზე და ღვანიაზე და ასე შემდეგ. ისეთი რო წამოვა როგორც მაგათ უნდათ, ამაში მე მგონი საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება და რა მე რა მიკვირს იცი? მე ვითხოვ რომ აი ეს კასეტა არ არის 6 წუთიანი და 10 წუთიანი კასეტა. ის რაც ჩაწერილი არის დაახლოებით საათნახევრიანი. რომ რაღა 6 წუთს და 10 წუთს ელაპარაკობენ ესენი აინტერესებს ახლა ირაკლი ფირცხალავა და დონაძეს თავში რა ტრიალებს აი ეს ორი იარაღი რომელსაც იძახიან ერთმა დაიფაროს და სულ რო ისე დამტკიცდეს როგორც იყო ხო დანარჩენი 4 იარაღი ვისი დადებულია აი ჩვენონ ეგ ფილმი საერთოდ გაუშვან თავიდან ბოლომდე ექსპერტიზაზე კასეტა რა ასე თუ უნდათ ძალიან მაგათმაც და მე პროკურატურის გასაგებადაც ვიძახი და როგორ უნდა აცდეს მაგათ პასუხისგებლობა არ აცდებათ არანაირად რა და მე ეს ერთი მეორე ბუტა რობაქიძე იარაღთან არაფერ შუაში არ არის ბუტა რობაქიძის საქმე არ არის ეს იარაღების საქმე ბუტა რობაქიძეს ნაციონალებმაც კი ამოუღეს იარაღი რო არ ქონდა და კარგად ნახავთ რომ უყურებთ იმ კასეტაში რომ ხელაწეულს როგორ ხვიტავენ როგორ კლავენ მანქანაზე აი ზუსტად მაგიტომ არ უშვებდნენ მაშინ კასეტას მოიძახდნენ რომ ბუტა მორჯელეს როლა და მე ბაშალეიშვილმა დაასრულა და მოკვდა ბუტა რობაქიძე არაფერ შუაში არ არის მთელი არსენალი რო დამტკიცდეს იქ ბუტა რობაქიძის ბუტა არაფერ შუაში არის ეგ საქმე არის სამად გაყოფილი ბუტა ბავშვები და გაყალბება და რა უნდათ ამით ფირცხალავას და დონაძემ როქნად მაინც არ ვიცი და ვერსად ვერ გაიცემენ ყველა იარაღი ჩადებულია ნაგანიც ავტომატიც კიდე ავტომატიც ლიმონკა 270 ვაზნა ეხლა მე თქვენ გეკითხებით რა 300 ვაზნა ალბათ ავღანეთში რო წავიდეს ეხლა ჩვენ ჯარისკაცი საუბრად იმას უნდა გქონდეს რომ ვის უნდა 300 ვაზნა ეს არის ჩადებული წერეთლის განყოფილებიდან და ამაზე პასუხი უნდა აგოს ირაკლი ფირცხალავა ეგ ინფორმაცია რო გითხრათ სიმართლე და მეც მიკვირს და მე ამას ენათა პრესკონფერენციაზე ვახსენე რომ რატომ არ ჩადიან მეთქით ხა არ ვიცი ესენის პრინციპზე არიან არ ჩადიან თუ ისინი წესით უნდა ჩავიდნენ მაგრამ არ მეკითხია და სხვათა შორის კაი კითხვა და მის უნდა ვკითხო მაგრამ საქმე რაშია იცი ეს რატომინდა რაც არ უნდა კითხვები დაუსვან თუ მას იმუნიტეტი ექნება ხო შეიძლება ის რაც მე მინდა რომ ეს კაცი დასაჯელი არ მოხდეს მოდი რაღა ბოლოდან დავიწყებ თავიდან დავიწყებ ამიტომ როდესაც მოიხსნება იმუნიტეტი
როდესაც მოიხსნება როდესაც მოიხსნება იმუნიტეტი როდესაც მოიხსნება, მე ნებას იბოძებს და თვითონ მივა პროკურატურაში თავის ფეხით. და თუ დასაკავებელი იქნება, იქვე დააკავებენ, როგორც დონაძე და ისინი დააკავეს. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეხლა პროკურატურას რაც შეუძლია იმას აკეთებს, ეხლა უშინო ძალიან მეწყინა იქ კავკასიაზე, ალეკოს იმ გადაცემაზე, რომ ეხლა ურმით დადის, რომ აჩეკონ თქვა კილაშვილმა, ეხლა ურმით კი არ დადის პროკურატურაში, დახვდა 30 გამომძიებელი. დახვდა ადეიშვილის პროკურატურა, სადაც პროფესიონალიზმი 0 იყო, ან უნდა დაეჭერათ, ან უნდა გირაო უნდა გადაეხადა და გამოძიება საერთოდ ხდებოდა. ეხლა თუ ვინმეს უნდა ადეიშვილისნაირი პროკურორი იყოს, კი ბატონო, შეუძლია გახდეს ეგეთი პროკურორი და აწამოს, აწვალოს ხალხი და ისე ალაპარაკოს და მე ვთვლი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ну თავარი არ უნდა აჩქარდნენ, რომ აი უცებ ესეთი საქმეები რო დაიწყეს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ყველაზე ნაშეტ ბრუნავს ხო ბირლიანი ჟვანიას ამბავი და ჩემიავე და ასე შემდეგ, ამას ელემენტარულად ესე უცებ არ უნდა ყოფილიყო. აი მე რაზეც ვარ უნდა წუთი. მე ლელა ჯერა ის სასამართლოს უნდა მიეხედათ. მე იმ კანონებზე გადასახედე პარლამენტს და მე უნდა დაიწყოთ ეს საქმეები. ამიტომ მე პირადად პირობას ვიძლევი, რომ რაც შეიძლება უფრო გავჭიმავ ამას, იმიტომ რომ თავის სახელი დაერქვას ყველაფერს და იქ არ იყოს არც ჯიბის პროკურორი, არც ჯიბის მოსამართლე და სამართლიანობამ პური ჭამოს რო იწვია და ვინდა საჯელია უნდა დაიშალოს. ეხლა ამათ უნდათ რომ ამ სასათბურე პირობებში იმიტომ ჩამოვიდნენ სულ ყველა ადეიშვილის გარდა რომ როგორმე გაძვრენ და ყუბლაშვილმა გააძვრინეს როგორც აი როკურაშვილი გაასულთავეს და მე არ ვიცი ის რა გამოძიებაა და ის რა და რა ქვეყანა სადაც ოქრუაშვილს ვერ მოუძებენ ისეთ რამეს რომ სამსახურეობრივი მოოროს გადაჭრება მაინც კონდეს ეს არის უსუსურობა ნამდვილად რა აი ამის გამო ლაპარაკობს ამიტომ ეს ხალხი და აი ესეთი რაღაცეები გამოსასწორებელია და ოქრუაშვილისნაირი ფაშისტი როგორ უნდა გაგექცეს ხელიდან ოქრუაშვილისნაირი თუ გაგექცევა გია პარამიძისნაირი თუ გაგექცევა ვერაბიშვილისნაირი თუ გაგექცევა ხელიდან ხო მაშინ სიმართლე რო თუ გინდა გითხრათ ახლა მართლა მეწოდება რა ის რა ნაკლები კი არ არის ამაზე მაგრამ ის იმათთან ერთად უნდა იჯდნენ ესენი სულ ყველა ლაზარიასთან მივიდნენ რომელმაც შეთითხნა ყველაფერი და